მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო, ვიწყებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. დღევანდელი ჩვენი თემის მთავარი თემის, ასე ვთქვათ, გაჟღერება მოხდება იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც სრულიად საქართველოსთვის ნებისმიერი ჭეშმარიტი ქართველისთვის, ოღონდ მე ამას ხაზს უსვავ, რომ ეს არის ძალიან მძიმე თემა, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კერძოდ აფხაზეთის თემა, რომელიც თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ 1992 წლის 20 ივნისს სამუდამოდ დაგომეში გაფორმდა ხელშეკრულება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ჩაბარების შესახებ. დაგომეში ამას 20 ივნისს დაგომეში ამ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას ესწრებოდნენ და აფორმებდნენ ედუარდ შევარდნაძე, ვახტანგ გოგუაძე, თენგიზ კიტოვანი, სანდრო კავსაძე, იგივე ალექსანდრე კავსაძე, ეგრეთ წოდებული სამხედრო და სამხედრო საბჭოს წევრები. აფხაზეთის მხრიდან რასაკვირველია, არ არის საჭირო არძინბა იყო და მთელი რუსეთის, ასევე რუსეთის წარმომადგენლობა და ამასთანავე იყო გალაზოვი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი. ფაქტობრივად 24 ივნისი გახლდათ ტრაგიკული დღე სრულიად საქართველოსთვის, ვინაიდან ამ ჩაბარების ჭყალებში რასაკვირველია ისტორიული ფაქტის ცერემონიალს წინ უსწრებდა მათ მიერ ხუნტის მიერვე დაგეგმილი ეგრეთ წოდებული ტელევიზიის აღების სცენარი, რომელსაც უნდა გადაეფარა ის მომენტები, რომელიც იმ დღეს დაგომეში ფორმდებოდა საქართველოს და ქართველი ერის წინააღმდეგ. კერძოდ, უკვე მოგეხსენათ იმის შესახებ, რომ სამუდამოდ გაფორმდა ჩაბარების აქტი. მართალია ამის შემდეგ ივლისის თვეშიც შეხვდნენ ერთმანეთს, 27 ივლისსაც შეხვდნენ ერთმანეთს, იყო იგივე არაფერი არ შეცვლილა. შემდეგ სექტემბრის თვეში, შემდეგ სოჩში, შემდგომ მოსკოვში, აღარ შეუდგები წლების მანძილზე ფორმალურად მხოლოდ ხდებოდნენ ისინი ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში შევარდნაძის ჩამოყვანის, საქართველოში ჩამოყვანის მთავარი მიზანი გახდათ ის, რომ მას უნდა ჩაეპარებინა საქართველოს ძირძველი ტერიტორია. ეს გახდათ თავად ის ტერიტორიები, რომელთვისაც საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ გადაარჩინა, იბრძოლა და 1 მილიმეტრის გარეშე საქართველოს მოსახლეობას დარჩა ყოველგვარი ტერიტორია, ყოველგვარი ხელშეუხებლობით. აქედან გამომდინარე, უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით, მე არ მინდა შევეხო პიროვნებებს, რომლებიც იგივე აზრს იზიარებდნენ, რომელიც ეხლა გაჟღერდება თქვენს წინაშე, მაგრამ მე იმ პიროვნებების გვარებსა და სახელებს კი მოგახსენებთ. მთავარი ერთია. 28 ივნისს 2011 წლისა გაჟღერდა ეგრეთ წოდებული პოლიტოლოგის, ანუ პუჩისტის, რომელიც ტელევიზიის წინ იდგა და მე მის ეგრეთ წოდებული მონანიებაც წაგიკითხეთ თქვენ და თუ ვინმეს არ ახსოვს, შეუძლია, მე ხა ნომერი არ მახსოვს გადაცემის, მაგრამ იქ თავად შეუძლია წაიკითხოს, თუ არა და მე მომავალ გადაცემაში ამას ახლიდან გაუჟღერებ მამუკა არეშიძეს. დღეს რასაკვირველია, ყველა პოლიტოლოგები გახდნენ, პოლიტექსპერტები გახდნენ, იმის და მიხედვით თუ რა დამსახურება ჰქონდათ კანონიერი ხელისუფლების დამხობის პერიოდში, თუ რას ჩადიოდნენ ისინი და ამის ნათელი დადასტურება გახლავთ, სწორედ აი ლაშა ბერულავას მიერ გაკეთებული გადაცემა, რომელიც აუცილებელია წაგიკითხოთ იმის იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ
ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ყველაფერი, ვინ რას ქმედებდა, ვინ რისთვის აკეთებდა ყოველივე ამას. ხო, ჩვენი 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული სახელმწიფო საზღვარი, აი ამ კონსტიტუციით, რომელ კონსტიტუციაზე ჩვენ გვაქვს საუბარი, შეადგენდა 79,7 კვადრატულ კილომეტრს. ეს გახლავთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, მაგრამ 1921 წლის მონაცემებით გახლავთ 91,1 კვადრატული კილომეტრი. ესე იგი დაპყრობის პერიოდში, კომუნისტური მმართველობის პერიოდში საქართველოს კიდევ დააკვდა ტერიტორიები, ჩაბარდა სხვადასხვა, ესე იგი ჩვენს გარშემორტყმული ირგვლივ ვინც არიან ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთისკენ იმ სახელმწიფოებს, რომელიც მოინსურვა საბჭოთა კავშირის პოლიტბიურომ და მისმა ხელმძღვანელობამ. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ბოლო მონაცემები, რომელიც თავად კანონიერმა ხელისუფლებამ, ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ დააფიქსირა ტერიტორია მთლიანობაში, რასაც შეადგენდა. ეხლა ბრძანებენ, რომ საქართველოს ტერიტორია სამაჩაბლოს შემდგომ და აფხაზეთის შემდეგ 20% დაკარგვა. 20% კი არა, უფრო მეტია. მე არ შეუდგები ახლა ტერიტორიებზე, როდესაც გადავალ და განხილვას როდესაც დავიწყებ, ვინ რა დაისაკუთა და რამდენი, აი ამასთან დაკავშირებით მე სრული პასუხისგებლობით გიცხადებ, რომ აბსოლუტურად მილიმეტრებით ყველაფერს მოგახსენებთ, როგორ მოხდა ამის გასხვისება ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში და იგივე კომუნისტი და როგორი წითელი კომუნისტი და როგორი შავბნელი კომუნისტიც გახლავთ შევარდნაძე, ამაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. იგი საქართველოში ჩამოვიდა, სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს, სწორედ ამ მიზნით, ვინაიდან ზვიად გამსახურდია მისი პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც შეთავაზებები მიიღო აბსოლუტურად მისთვის სასარგებლო ბჭყალებში, რასაკვირველია, ზვიად გამსახურდიასთვის სასარგებლო მხოლოდ იყო საქართველოს აღმშენებლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა და საქართველოში ეკონომიკის და საერთოდ ყველა სახელმწიფოსთან არა მხოლოდ ისეთი ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობა, არამედ ისეთი, როგორცაც ნამდვილად ჭეშმარიტი ქრისტიანული მართლმადიდებლური სახელმწიფოს ხელმძღვანელს ეკადრება. ასე რომ მე კითხულობ ლაშა ბერულავას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნებულია ასეთ ინტერნეტ საიტზე, მაგრამ აქ არის საჭირო ჩვენი კომენტარები და ის დოკუმენტური მასალები, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ, ვინაიდან აქ სულ სხვაგვარად არის საქმე და რასაკვირველია, მე არ ვეწინააღმდეგები აქ დაფიქსირებულ დოკუმენტურ მასალას, წარმოდგენილ დოკუმენტურ მასალას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ დამატებები არ შეიძლება და მერე რამდენი. ბალტინის ნაამბობი შევარდნაძეზე, ანუ როგორ გადაარჩინა ფოთი რუსეთისათვის ჩუქებას, ლაშა ბერულავა, 28.06.2011, 22 საათსა და 05 წუთზე არის ეს საიტზე განთავსებული. მამუკა არეშიძის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თემის გახმიანებას იმდენი გაღიზიანება არ გამოუწევია, რამდენიც ედუარდ შევარდნაძის მხრიდან ამ განცხადებაზე რეაქციამ გამოიწვია. თითქოს ამას ელოდებოდაო. მაშინვე აიტაცა თემა და არც საკუთარი ინტერპრეტაცია დაუშურებია. მის გასავრცობად, აფხაზეთი ვერასოდეს გახდება საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი და ვერ დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში. ორი რესპუბლიკის ხალხებს კი შანსი აქვთ, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას მაინც მიაღწიონ. ბჭყალები დახურულია. ასე გამოიყურება ედუარდ გიორგი შევარდნაძის ბჭყალები გახსნილია, ბრძნული ვერდიქტი, ბჭყალები დახურულია. რასაკვირველია, ედუარდ შევარდნაძის გამოთქმული მოსაზრებების ასე მტკივნეულად აღქმა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეს მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც აფხაზეთის ომის დაწყება, მოგვიანებით კაპიტულანტური ხელშეკრულება, შეთანხმების გაფორმება და ამ ომში დამარცხებას უკავშირდება. ჩვენ ყველას კარგახანს
კვებავდნენ ლეგენდით, რომლის თანახმადაც ედუარდ შევარდნაძემ ალმოდებული სანახევროდ ალყაში მოქცეული სოხუმი მხოლოდ ბოლო საათებში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დატოვა და ცოცხალი რომ გადარჩა მხოლოდ იღბალი იყო და საბედნიეროდ ლეგენდების გარდა სხვა წყაროებიც არსებობს. ედუარდ შევარდნაძემ თქვენ უკვე საკმაოდ კარგად არის ცნობილი ის დოკუმენტური მასალა, რომელიც მე გაგაცანით 27-ში უკვე ჩაბარებულად გამოცხადა თბილისში, მაგრამ 26-ში შევარდნაძე 26 სექტემბერს შევარდნაძე უკვე იმყოფებოდა თბილისში, ასე რომ ერთი თვით ადრე კიდევ დრო ისე წინასწარ გადმოთვალა, რომ გამოსულიყო იქიდან უვნებლად და მე ასევე შევახსენებ ედუარდ შევარდნაძეს მისივე გამონათქვამს, რომ აფხაზეთის ტერიტორია თუ დაიკარგება, მე თავს არ ვიცოცხლებო. თავით სიცოცხლა, თავით გადაირჩინა, ყოველგვარი პასუხისგებლობა მოიხსნა იურიდიული, კონსტიტუციური, მე არ ვამბობ ადამიანურ ღირებულებებზე აღარ საუბრობ. ამ პიროვნებასთან მიმართებაში ეს აბსოლუტურად ზედმეტია. მაგალითად 2002 წელს გამოქვეყნებული ედუარდ ბალტინის ინტერვიუ, რომელიც მის გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა და სადაც იგი 1993 წლის ამბებს იხსენებს. ერთი აწ გარდაცვლილი ედუარდი, ეს ბალტინი იგულისხმება. მეორე ედუარდ მეორე კრწანისის რეზიდენციაში განსხვავებით მყოფ ედუარდ გიორგიზე გულახდილად ყვება, როგორ გადაარჩინა იგი პოლიტიკურად და შესაძლოა ფიზიკურადად. დრონი ჯი დღეს სწორედ ამ ინტერვიუს ფრაგმენტებს და იმ დეტალებს გაგახსენებთ, რომლის გაცნობის შემდეგ თვითონ უნდა განსაზღვროთ, ჰქონდა თუ არა უფლება ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთის აღიარების საკითხზე ესაუბრა. ედუარდ ბალტინი, საბჭოთა კავშირის გმირი, შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდალი, ადმირალი აკლია, მე ჩავთავ, ადმირალი ედუარდ ბალტინი 1993 წლის სექტემბერში ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც მაშინ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ჩაფრინდა აფხაზური ფორმირებებისაგან გარშემორტყმულ სოხუმში, რათა პირადი მაგალითით გაემხნევებინა ქართველი მეომრები და მათი საბრძოლო სულისკვეთება აემაღლებინა. თუმცა მისმა ჩასვლამ სოხუმში უკური აქცია გამოიწვია, ანუ აფხაზური ფორმირებები გააქტიურდნენ და ბრჭყალები გახსნილია გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ბრჭყალები დახურლია განაწყდნენ. დაიწყო შტურმი სოხუმზე და ედუარდ შევარდნაძის მდგომარეობა სახიფათო გახდა. ნამდვილად არ გამხდარა სახიფათო, ზუსტად მისი ჩასვლა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ აფხაზებს გაეაქტიურებინათ, უпростоრად რუსის ჯარი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იდგა, ისინი გააქტიურებულიყვნენ და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მათ დაეწყოთ უკვე შეტევა აფხაზეთში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე და ასევე აფხაზურ მოსახლეობაზე, იმიტომ რომ აფხაზური მოსახლეობამ ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანა და ამავე დროს მათ ძალიან ბევრი ყავთ, ასე ამდროულად დაღუპულები ძალიან ბევრი ყავთ. ასე რომ შევარდნაძე მისცა მწვანე შუქი აუნთო თავისი ჩასვლით სოხუმში, მწვანე შუქი აუნთო რუსეთის სამხედრო ძალებს, რომელთაც უნდა დაეწყოთ საბოლოო შეტევა, რომელიც რამოდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო. ასეც მოხდა, აფხაზური გააქტიურდნენ და გადამწყვეტი ბრძოლისათვის ბრჭყალებში განეწვნენ. დაიწყო შტურმი სოხუმზე და ედუარდ შევარდნაძის მდგომარეობა ბრჭყალებში, რასაკვირველია, მე ჩავსვავ ბრჭყალებში, ბერულავას არ აქვს ჩასული, მაგრამ მე ჩავსვავ ბრჭყალებში, სახიფათო გახდა. ფაქტობრივად თვის ბოლოს ქართული შენაერთები მხოლოდ სოხუმის ცენტრსა და აეროპორტზე ინარჩუნებდნენ კონტროლს. საზღვაო გასასვლელი ასევე ბლოკირებული იყო სწრაფმავალი კატარღებით, რომელთა ბორცვზეც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და ქვემეხები იყო დამონტაჟებული. აი ასეთი პერიოდია და ჩემს კაბინეტში, ეს ბალტინი ინტერვიუდან არის, ჩემს კაბინეტში სევასტოპოლში გაისმის ზარი თბილისიდან. მეორე დღეს ედუარდ შევარდნაძის პირადი თანაშემწე იყო. მეორე მხარეს მაპატიეთ. ბრჭყალები გახსნილია ედუარდ დიმიტრის ძევ. გვიშველეთ, შეგიძლიათ უზრუნველყოთ შევარდნაძის უსაფრთხო გამოსვლა საზღვაო გზით. მხოლოდ ამის გამო რეკავდა თქვენი აზრით? მისი თანაშემწე იქ უნდა ყოფილიყო მასთან ერთად და არა თბილისიდან, მას უამრავი ხალხი ახლდა იქ გამყიდველები, მაგრამ არა იმისთვის, რომ ედუარდ ბალტინი სასწრაფოდ უნდა ჩასულიყო საქართველოს ტერიტორიაზე, შესულიყო საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ფოთის მხრიდან შევიდა იგი, რათა
იმ დროს უკვე ზვიად გამსახურდია არის იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, კატეგორიულად იბრძვის იმისათვის, რომ აფხაზეთი გადაარჩინოს და ამასთანავე არის ის მომენტები, როდესაც უკვე შევარდნაძის შევარდნაძის კი არ სურს რომ აფხაზეთი განთავისუფლდეს და ამასთანავე ყველა ძალები, რომელებიც მობილიზებული იყო, გადასროლილი იყო უბრალოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად მან ადრე გამოიყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან და დასავლეთ საქართველოში რაღაც კანტიკუნტად განთავსებული ეგრეთ წოდებული სამხედრო კრიმინალური, უბრალოდ კრიმინალური ფორმირებები არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას იმაში, რომ მას უნდა შეენარჩუნებინა აფხაზეთი ტერიტორია. ხდება ისე, რომ შევარდნაძის აქვს დათვლილი დღეები, წუთებიც კი და 3 თვის განმავლობაში თუ იგი არ შემოვა, ბალტინი თუ არ შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ შევარდნაძე ემშვიდობება მიტაცებულ უზურპირებულ სავარძელს. ამიტომ ასლან აბაშიძე იღებს ამას საკუთარ თავზე და აჭარაში განთავსებული ამიერკავკასიის სამხედრო ძალები შემოდიან 3 დღით, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის შენაერთებს მთლიანად დაკავებული აქვთ დასავლეთ საქართველო. ისინი იმყოფებიან თითქმის მიახლოებული არიან ქუთაის, გამოთავისუფლებულია ფაქტობრივად და დანებდა ხუნტის ერთეული ძალები დანებდნენ ეროვნული გვარდიის ძალებს და ასევე მოხალისეებს, რომლებიც მრავლად იყვნენ დასავლეთ საქართველოში და თავისთავად შევარდნაძის ბედი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო იმისათვის, რომ მას შეენარჩუნებინა მიტაცებული პოსტი, ამიტომ მე შემდგომ კიდევ შეგახსენებ და წაგიკითხავთ რა იქნა გამოყენებული მისი მხრიდან. მიმართავენ მხოლოდ ამისათვის ბალტინს და არა აფხაზეთის ჩაბარებისათვის, აფხაზეთში დახმარებისათვის. აფხაზეთში ეს ბალტინის ჯარები არ შესულან. იქ საკმაო ძალა იყო რუსეთისა, ასე რომ ბალტინს იქ შესვლა აბსოლუტურად არ ევალებოდა და არც სურდათ და არც შევარდნაძის გამოყვანა იყო ძნელი, ვინაიდან შევარდნაძე წინათვით გამოიპარა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჯიმი მაისურაძემ გამოაპარა ისე რომ უკანაც არ მოუხედია შევარდნაძეს და არც უკითხავს რა ხდებოდა საერთოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე. შემდეგი გახლავთ რეკავდა კი ბატონო და რა მოვიმოქმედე მე გავეცი ეს ბრძანებს თავად გარდაცვლილი ბალტინი. გავეცი სასწრაფო ბრძანება, რომ მოემზადებინათ საჰაერო ბალიშების მომქმედით სადესანტო ხომალდი ზუბრი, სადაც უნდა განეთავსებინათ საზღვაო ქვეითი ასეული და 4 ჯანშავ ტრანსპორტიორი. რამოდენიმე თვის შემდეგ, უფრო ზუსტად კი 27 სექტემბერს ეს ხომალდი დადგა სოხუმის ნაპირიდან 20 მილის დაშორებით და ღამის დადგომისთანავე სცადა ხმელეთზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადმოსხმა. მაგრამ ნაპირთან მიახლოებისთანავე ხმელეთიდან მეზღვაურებს ცეცხლი გაუხსნეს. მათი მცდელობა რამოდენიმეჯერ გაიმეორეს, მაგრამ ამაოდ დრო კი გადიოდა. გამოდის ინფორმაციამ სადაც გაჟონა? რა თქმა უნდა, თბილისთან ყველა მოლაპარაკება დახურული სამხედრო ხაზით მიმდინარეობდა, მაგრამ შევარდნაძის მრჩევლები მას ღიად უკავშირდებოდნენ, რაც აფხაზებმა კარგად გამოიყენეს. მათ ყველაფერი იცოდნენ ჩვენი საუბრებისა და გეგმების შესახებ, მაგრამ მათ არ იცოდნენ რა გზით დავაკმაყოფილებდით ჩვენ თბილისის თხოვნას, რა სეკვირელია ჩემი გეგმები, მე მხოლოდ ზუბრისა და საზღვაო ქვეითის მეთაურს გავაცანი. როგორ აპირებდით ამ ამოცანის შესრულებას? ზუბრს ერთი მთავარი დავალება მიეცა, ნებისმიერ ფასად მიეღწია ხმელეთამდე, ხომალდისა და ჯავშან ტრანსპორტიორების საცეცხლე მხარდაჭერით, გადაესხა საზღვაო ქვეითი ასეული, დაეკავებინა პლაცდარმი და მოეხდინა ედუარდ შევარდნაძის ბორტზე უსაფრთხოდ აყვანის ორგანიზაცია. ეს იმიტირება ხდება იმისა, რომ თითქოს შევარდნაძე 27-ში გაყავთ და სინამდვილეში კი გაყვანილი არის 26-ში და აქ ეს სროლების იმიტაცია ზუსტად იმიტომ არის, რომ თითქოს იქ მართლა მიდიოდა შევარდნაძის წინააღმდეგ რაიმე თავდასხმის მცდელობას თუ უნდა ატილი. შევარდნაძე იქ არ იმყოფებოდა და რაც შევარდნაძის ჩუჩელა იყო დატოვებული იქ. მართალია საბოლოოდ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, მაგრამ ამოცანა მაინც შესრულდა. ზუბრმა
ჩართო თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები და ნაპირისაკენ სრული ტექნიკური პარამეტრების ამოქმედებით გაიჭრა. როცა ნაპირამდე დაახლოებით 300 მეტრი რჩებოდა, აფხაზებმა მოტორების ხმაური გაიგონეს. იფიქრეს, რომ ზღვიდან საავიაციო შტურმი იწყებოდა და თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა დანადგარი ზღვისკენ შეატრიალეს. ამ დროს კი შევარდნაძის თანაშემწეები დაფაცურდნენ Як-40-ის, რომელიც ბორტზეც მათი ლიდერი იმყოფებოდა, ჰაერში აფრინდა, სიმაღლე სწრაფად აიღო და მრავალი წერტილი. აქ არასწორი ინფორმაცია საწვდის თავად ინტერვიუში ბალტინი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არის, რომ თითქოს აფხაზებმა გაიგონეს მოტორების ხმაური და იფიქრეს, რომ ზღვიდან საავიაციო შტურმი იწყებოდა. საავიაციო შტურმი იწყებოდა აფხაზების წინააღმდეგ და არა შევარდნაძის გაყვანას არ უკავშირდება. აქ არის ცრუ ინფორმაცია, შევარდნაძე არის აქ აბსოლუტურად უაზროდ ნახსენები, იმიტომ რომ თავი იმართლოს, რომ შევიდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რაც არის საერთაშორისო სამართლით უდიდესი დანაშაული, რომელიც ჰააგის ტრიბუნალს მოითხოვს. როგორც კრავჩუკის მხრიდან, ისევე რასაკვირველია, ახლა ის მიცვალებული ვეღარ გასამართლდება, მაგრამ მასაც თავისი პასუხისმგებლობა მიცვალებული გაუსამართლებიათ, გვაქვს ამისი მაგალითები და ყველას თავისი სახელით დარწმუნებიან ბოლოს. როცა აფხაზები გონს მოვიდნენ, უკვე გვიან იყო შევარდნაძე მშვიდობით ჩაფრინდა თბილისში. შემდეგ რა ხდებოდა? საქართველოში მოვლენები სისხლიანი სცენარით ვითარდებოდა. სოხუმი ჩაბარდა, არ დაეცა ბატონო ბერულავა, თქვენ დააფიქსირებთ იმას, რასაც უწოდებენ და ბალტინი რასაც იტყვის, თქვენ აქ ბჭყალებში უნდა ჩაგესვათ. საერთოდ იქ მანამდეც არეული იყო ყველაფერი, ვინვის ესვოდა და ვინვის მხარეს ომობდა. ვერ გაიგებდი, რა თქმა უნდა, ყველაფრის ამოსავალი წერტილი ფული იყო. ამაზე დაფიქრდით და ყურადღება გაამახვილეთ. მოწინააღმდეგის პოზიციებზე ერთი წარმატებული შეტევა 800 ამერიკული დოლარი ღირდა თითო კაცზე. ჩემი საზღვაო ქვეითების დაქირავებაც უნდათ. მოვიდნენ ჩემთან და მეუბნებიან, მეთაურო, მოგვეცი შენი სერჟანტი, თავიდანვე ასეულის მეთაურად დავნიშნავთ, თვეში $1200 გადაუხდით. ბჭალები და ხო მე ვეუბნები, ჯერ ერთი მე ჩემ ხალხს არ ვყიდი. საქართველო გაყიდა. და ეხლა ხალხი მომსახურე პერსონალი ვინც იყო, ისინი მისი ხელქვეითები იყვნენ და ფაქტობრივად ისინი სადამსჯელო სამსახურს ეწეოდნენ, რომელმაც საერთოდ უმძიმესი და ტრაგიკული შედეგები გამოიწვია საქართველოში. კი არ გაყიდა, საქართველო გაანადგურა შევარდნაძისთან ერთად, გენოციდი მოაწყო დასავლეთ საქართველოში და როგორ ამას ვინმე აიცილებს, თუ ეს აიცილებს კრავჩუკი ცოცხალია, ვინც გასაბრძანება გრაჩოვი ცოცხალია, ელცინი გარდაცვლილია, მაგრამ მისი გასამართლება ნამდვილად შეიძლება. იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ჩართული იყო საქართველოს წინააღმდეგ და შევარდნაძის დასაცავად. შემდეგი რუსეთში ეს მიღებული არ არის. მეორეც, რომ დაიჭრას ვინ უმკურნალებს, რომ დაინვალიდდეს ვინ გადაუხდის პენსიას, პასუხი ისეთი იყო, როგორც დღემდე აქვთ ჩეჩნეთში მოქმედი ბანდფორმირებების ლიდერებს. გეფიცებით ასე მიპასუხეს, ჩვენ მას ცოცხალს გადაუხდით, სხვა შემთხვევები კი ჩვენი საქმე არ არის. თბილისში ჩაფრენის შემდეგ რა მოიმოქმედა შევარდნაძემ? ძალიან ცუდი სიტუაცია ჰქონდა. სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე იყო. რუსეთში დაბრუნება უკვე აღარ შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კუტუზოვის პროსპექტზე მას დღემდე აქვს ბინა, მისი შვილიშვილი სადაც ცხოვრობს. და მოღვაწეობს ასევე მოსკოვში. Russia Today-ში ეს სოფო შევარდნაძე ყველამ უნდა იცოდეთ, ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი შვილიშვილია, ვინ არის მოღალატის შვილიშვილი და ვინ ატარეს მოღალატის სისხლის მატარებელი ვინც არის. მიუხედავად იმისა, რომ კუტუზოვის პროსპექტზე მას დღემდე აქვს ბინა, მართალი გითხრათ, არაერთხელ დაინტერესებულა. რუსეთში რომ დაბრუნებულიყო, გადაიხდიდნენ თუ არა პენსიას. მისი ჯარი თითქმის მთლიანად განადგურებული იყო ზვიადისტებისა და აფხაზების მიერ. ჯარიც არ ეთქმოდა, რაღაც ბანდებიღა იყო დარჩენილი. მაგრამ იგივეს თქმა შეიძლებოდა ზვიადგამსახურდიაზეც, ასე არ არის? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამსახურდია იმ დროს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო. აი ეს ამას ამბობს ედვარდ ბალტინი და შემოდის
შევარდნაძის ზარის შევარდნაძის თანაშემწეს ითხოვს მის შესვლას დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ხომ აბსურდია ახლა. ვის უყვებიან ამ ზღაპრებს? ჩვენ ზღაპრებისა გვჯერა ნამდვილად, მაგრამ აი ასეთი სიცრუისა და სიყალბის ნამდვილად არ გვჯერა. ვინ იყო შევარდნაძე? არა კონსტიტუციური სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ავტორიტეტული სახე, რომელსაც უბრალოდ სახელმწიფოს მეთაურს უწოდებდნენ, თუმცა ის ასე ვთქვათ, ალტერნატიული პოლიტიკური ბრჭყალებში რასაკვირველია ლიდერი იყო. ზიადისტებს იმ დროს მთელი დასავლეთ საქართველო ჰქონდათ აღებული ზუგდიდი ფოთი. გამსახურდია შენაერთები ქუთაისამდე იყვნენ მისულნი. ქვეყნის სამხრეთი, ანუ აჭარა აბაშიძის ხელში იყო. შევარდნაძე მხოლოდ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს აკონტროლებდა, ესე იგი თბილისი და კახეთის მხარე იგულისხმება. ამ დროს სევასტოპოლში გამოჩნდა შევარდნაძის ნდობით აღჭურვილი პირი ლეონარდო დევდარიანი, მე ამ ლეონარდო დევდარიანს შემდეგ გადაცემაში მოგახსენებთ, რომელმაც გამსახურდიასაგან საქართველოს გათავისუფლება ითხოვა. ჩემამდე მათ იგივე თხოვნით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობას მიმართეს, მაგრამ გენერალ-პოლკოვნიკმა თეოდორ რეუტმა და შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ უკაცრავად უარი უთხრეს მოიმიზეს, რომ მათ დიდი დრო სჭირდებათ სამხედრო ოპერაციის მოსამზადებლად. მე ხომ ოპერატიული დაჯგუფებები ყოველთვის მზად მყავს. 1 ნოემბერს პარასკევს კვირის ბოლო სამუშაო დღეს ვიღებ ვეჩეს. მაღალხარისხიანი გახსნილია მაღალხარისხიანი სპეციალური სამთავრობო და სამხედრო სატელეფონო ხაზი საბჭოთა კავშირსა და რუსეთში. ეს ბალტინის ლეონიდ ბალტინის ფრჩხილებში და ვურეკავ ლეონიდ კრავჩუკს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი. ასე უნდა მოქცეულიყავი. მე ხომ ორ პრეზიდენტს დაქვემდებურებული ვიყავი. ვეუბნები ლეონიდ მაკარის ძევ. უკვე წელიწად ნახევარზე მეტია ფლოტის ოპერაციების ზონაში წესრიგი არ არის. განუწყვეტელი შეტაკებები და ომია. მე შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გადავალ. გავისეირნებ და შევხედავ, რა სიტუაციაა. ბრჭყალები დახურულია, გახსნილია მაპატიეთ აქ. იმასაც ბევრი არ უფიქრია და მითხრა, როგორც საჭიროდ ჩათვლით, ბრჭყალები დახურულია. ვიცოდი რომ ელცინს ვერ დაურეკავდი, ამიტომ პატაკი პავლე გრაჩოს ჩავაბარე ბრჭყალებში. კრავჩუკისგან მწვანე შუქი მაქვს. აღმოსავლეთით მივდივარ. ზღვაზე გაუთავებელი ომია. ხალხი იღუპება, ასეულობით გვამია გამორიყული ნაპირზე, ქალები გამოფატრული მუცლებით, ბრჭყალები დახურულია. მან კი მითხრა, ბრჭყალები გახსნილია. მოდი, გაიარე და ნახე, რა შემადგენლობას წაიყვან თან. ესე ბრჭყალები დახურული გახლავთ. საბოლოოდ მე ავიყვანე სახომალდა დაჯგუფება 15 ხომალდით. საზღვაო ქვეითები, საავიაციო დაჯგუფება, საავარიო და სამაშველო მოწყობილობები. სულ 2500 ადამიანი, მათ შორის გაძლიერებული მოიერიშე ბატალიონი, ტანკებისა და არტილერიის ასეულის მხარდაჭერით კიდევ 1300 კაცი, ესე იგი 2800 კაცი მარტო ჯერ. და იქ არ არის დაანგარიშებული კიდე სხვა. ჩავტვირთოთ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ხომ არ არის აქ დასახელებული და კიდე დამატებითი ძალები. ჩავტვირთეთ საბრძოლო მასალები, რომლებიც 30 დღის განუწყვეტელი ბრძოლისთვის გვეყოფოდა. აი სწორედ ამ არმადით გამოცხადი 4 ნოემბერს რეიდზე ფოთში. ჩავკეტეთ საზღვაო სივრცე თურქეთის საზღვრიდან ადლერამდე, ჩავკეტეთ საჰაერო სივრცეც, ყველაფერი ოფიციალურად გამოვაცხადეთ, ბრჭყალები გახსნილია, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის გამო ბრჭყალები დახურულია, ყველაფერი ეს საერთაშორისო დონეზეც გავახმოვანეთ. სად იყო ამ დროს ედუარდ შევარდნაძე? ის ნაპირზე გადმოსვლისას შემეგება ჩვენ ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას და როგორ აწერს შეთანხმებას ხელს? თავად აღიარებს, რომ ის არის არალეგიტიმური, ის არის სამხედრო, ეგრეთ წოდებული სამხედრო საბჭოს შექმნილი რაღაც არავისთვის, ხუნტის ხელმძღვანელია და ზვიად გამსახურდია აცხადებს და სიმართლეს ამბობს, რომ იგი არის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და მთავარსარდალი საქართველოსი და ამ დროს ხელშეკრულებას აფორმებს ვისთან? უზურპატორთან? აი როგორ სიცრუითა და შავნელით არის მოცული ყოველივე ის, რაც საქართველოს უბედურებას და საქართველოს ტრაგედიას და ტერიტორიების ჩაბარებას უკავშირდება და ზვიად გამსახურდიას მკვლელობას და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის განადგურებას. შეთანხმება შავი ზღვის ფლოტისა და საქართველოს
ხელისუფლებას შორის და შემდეგ ჩვენ ეს შეთანხმება შევასრულეთ. 30 წუთში დავიკავეთ ფოთი, თითქმის მთელი ქალაქი სრულად უბრძოლველად ზვიადისტების ფორმირებები დაბნეული იყვნენ და გაარბოდნენ. გავამაგრეთ დაკავებული ტერიტორია, შემდეგ ჯავშან ტექნიკა 70 კილომეტრის სიჩქარით დაიძრა და შეიჭრა სენაკის აეროპორტში. ერთ კვირაში მივედით ენგურამდე, სადაც შევდიოდით ყველგან შევარდნაძის ხელისუფლება ცხადდებოდა. ბალტინი აცხადებს შევარდნაძის ხელისუფლებას. წარმოგიდგენიათ, ესე იგი, ესეთი და ამ დროს საერთაშორისო საზოგადოება მსოფლიოს დუმს ამაზე შემდეგ უპასუხებ. ინიშნებოდნენ მერები, ძალიან დაგვეხმარა ქართული ტელევიზია და რადიო. ქართულ და რუსულ ენებზე ისინი მოსახლეობამ მორჩილებისაკენ მოუწოდებდნენ. რამდენ ხანს ეხმარებოდა ფლოტი წესრიგის დაცვაში საქართველოს ხელისუფლებას ბჭყალებშია, ჩემთვის ბჭყალებშია და ეხლა ბალტინისთვის უკვე აღარ ვიცი რა არის. დაახლოებით 2 კვირა დავგეგმეთ 9 ნოემბერს პირველად კოსმოსურ ხაზზე გრაჩოვი გამოვიდა და მეკითხება, დიდხანს იქნები მანდ? ჭალები დახურულია. ამ დროს მე მთხოვდნენ მივსულიყავი ქუთაისში, თბილისში, მაგრამ ხომ არ შემეძლო? არა სანქცირებულად მეომა მთელს კავკასიაში. თუ იქ სანქცირებული იყო ფოთში შემოსვლა და მთელი სამეგრელოს ქუთაისამდე განადგურება, მოსახლეობის და ტერიტორიების აოხრება და მოსახლეობის დაწიოკება და დახოცვა, ეს იყო სანქცირებული. რა საკვირველია? ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ იმდენ ხანში, რაც მე იქ დავრჩი, ჩვენი მოქმედების ზონაში შემავალი ყველა შეიარაღებული ფორმირება და განაიარაღეს დაახლოებით 1500 კაცი. ეს იგი ჩათვალეთ, რომ 1500 კაცი, რასაც ეს აღნიშნავს, ესენი არიან გარდაცვლილები. 1500 შეიარაღებული, როგორ განიარაღებაზე არ მიდიოდნენ, ესენი პირდაპირ მიჯრით ესროდნენ. როდის და როგორ დასრულდა შევარდნაძე, მე მგონი თქვენ ვიდეო ფირებზე ხედავთ იქ, როგორ არის იავარქმნილი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია და ვის მიერ, აი, აღიარებით ჩვენება აქ არის. როდის და როგორ დასრულდა შევარდნაძის დახმარების ეს სისხლიანი სცენარი, ჩვენ გავაფორმეთ სამხედრო პოლიტიკური შეთანხმება, რომლის აზრიც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ თავზე ვიღებდით წესრიგის დამყარებას. თან სისხლიანი სცენარი ქვია და თან კიდე წესრიგს ამყარებენ სისხლით. მე ეს არ გამიგია, ნამდვილად ეს ახალი ტერმინოლოგია არის, როგორც სამხედრო პრაქტიკაში, ასევე საერთოდ სახელმწიფოების ურთიერთობის პრაქტიკაში. და საომარი მოქმედებების შეწყვეტა საქართველოს ტერიტორიაზე, რათა შექმნილიყო ადამიანთა ცხოვრებისთვის ნორმალური პირობები, ტერორიზმთან, ნარკომანიასთან ბრძოლისთვის, ფოთის სპორტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სატრანსპორტო და საზღვაო კომუნიკაციების დაცვისათვის, საზღვაო საზღვრის ხელშეუხებლობისთვის, საჰაერო სივრცის კონტროლისთვის. სწორედ ეს დეტალები იყო შეთანხმებაში, მათ ძალიან გაიხარეს ამ შეთანხმების შემდეგ. იცით, მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების სურვილი იყო, რომ ყოფილიყავი ფოთი მთლიანად ჩვენი გახდებოდა. მაშინ მე ელცინს პირადად გაუგზავნე დაშიფრული დეპეშა. ქართველები პირდაპირ მაბარებდნენ ფოთს და ითხოვდნენ, რომ იქ ფლოტი მუდმივი ბაზირებით დაბრუნებულიყო. შევარდნაძემ 80 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი მიჩვენა, მზად იყო მაშინვე გადმოეცა ჩემთვის, რათა იქ ოფიცრები და მაჩმანები ჩასახლებულიყვნენ. სხვათა შორის იჯარაზე უარს ამბობდნენ, თქვენ მხოლოდ ეს შეთანხმება შეასრულეთ, დანარჩენი ჩვენზეა. აი როგორ ხდება გაჩუქება საქართველოს ტერიტორიების და საქართველოს ჩამოსახლება სხვა ეროვნების ხალხისა, რომლებსაც არ ეკუთვნოდა საქართველოს ტერიტორიიდან აძევებენ საქართველოს მოსახლეობას და უთმობენ ამ დროს 4 კორპუსს რუსეთის სამხედრო ძალებს და აბარებენ მთლიანად ფოთს იმისათვის, რომ შევარდნაძის ხელშეუხებლობა იყოს დაცული. აი, ეს არის დანაშაულებელი ვიქმედება, როგორც ელცინის, კრავჩუკის, გრაჩოვის, ბალტინის, შევარდნაძეზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. მე აქ მინდა მაყურებელსა და მსმენელს შევახსენო ძალიან საინტერესო განაცხადი, როდესაც ბალტინი თავის ინტერვიუში უცოდველ კრავატს წარმოგიდგენს თავს, რომ ჩემს ჯარისკაცებს და ჩემს სამხედრო მოსამსახურეებს მე არანაირად არ გავყიდი და არავის არ გადავცემ არანაირ ფასად. მე მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ვარ და თითქოს იგი მას ფული არ აუღია საქართველოში, როდესაც შემოიყვანა ძალები. მაპატიეთ, მაგრამ კიდევ უნდა გავიმეორო, ვინაიდან ეს იმ თემასთან არის დაკავშირებული, რომელიც უშუალოდ ბალტინს ეხება, ბალტინს როგორც მეკრთამეს. მაგრამ მე ამავდროულად მინდა
აღნიშნო ერთი რამ. როდესაც საუბარი გვაქვს მამუკა არეშიძის მიერ წამოყენებულ და ეს მოსაზრება არ არის, ეს არის ის გეგმა, რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა და მოგახსენეთ უკვე როდიდან დაიწყო. ამ აზრის სულის ჩამდგმელები და გამხმოვანებლები პრესაში, მე არ ვამბობ მხოლოდ პრესაში, საინფორმაციო საშუალებებით, არამედ დაფიქსირებული აქვს თავიანთ ეგრეთ წოდებულ ნაშრომებში. თინა ხიდაშელს, ლევან დავით და ლევან ბერძენიშვილს, ასევე დაფიქსირებული აქვს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს გია ერთი წუთით გავიხსენებ იმის გვარს სასაცილოა, მაგრამ შემდეგი მე-4 ბერძენიშვილები, თინა ხიდაშელი, კიდევ მამუკა არეშიძე თავისთავად, რომლებიც მოითხოვდნენ კონფედერაციას, აფხაზეთის კონფედერაციის შექმნას მოითხოვდნენ, ასევე ამას აფიქსირებდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ამასვე აფიქსირებდა ასევე მოქალაქეთა კავშირი თავისთავად ცხადია შევარდნაძის ხელმძღვანელობით და ალბათ გამახსენდება იმ უხსენებლის გვარი, რომელიც უცებ თავიდან ამომივარდა. მე შეგახსენებთ ახლა იმ საგაზეთო მასალას, პრესაში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ბალტინის მეკრთამეობას ეხება. და კერძოდ ადმირალი ბალტინი მეკრთამე, გაზეთი სვაბოდნაია გრუზია, 1998 წელი, როგორც კონფიდენციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი გაზეთის რედაქციისათვის 1993 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში მაპატიეთ გიანოდია, მე თან მრავალ ხრივ იმაზე ვარ გადასული აზროვნებაზე და მაპატიეთ ახლა თუ ეს გიანოდიას გვარი გამორჩა, ეს არ არის დანაშაული. როგორც კონფლიქტური წყაროებიდან გახდა ცნობილი გაზეთის რედაქციისათვის 1993 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში საქართველოს სათვისტომო მზიურში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობამ რუსეთის ფედერაციაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ მოსკოვში, ძველ არბათზე, ყოფილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერიან ადვაძის მიერ ჩატარდა თათბირი საქართველოს გავლენიანი პირების პოლიტიკასა და ბიზნესის სფეროში, რომლის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე იყო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთში მეცნიერებათა დოქტორი საგარეიშვილი. განიხილებოდა ერთადერთი საკითხი, 2 მილიარდი რუბლის შეკრება და ეს 2 მილიარდი რუბლი 1993 წელს იყო დაახლოებით 3 მილიარდ დოლარზე მეტი, იმიტომ რომ 60 კაპიკად 60 კაპიკად შეიძლება 1 დოლარის ყიდვა და ეს იგი 1 რუბლით უფრო მეცი ყიდიდი 40 კაპიკი დაგჭებოდა. განიხილებოდა ერთადერთი საკითხი 2 მილიარდი რუბლის შეკრება და გადაცემა შავი ზღვის ფლოტის მთავარსარდლის ადმირალ ბალტინისადმი. მიღწეული შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე სამხედრო გემების დაქირავება მისი უშუალო ხელმძღვანელობით, რათა ისინი გადაგზავნილიყო ქალაქ ფოთის პორტში სამხედრო მოქმედებების ჩასატარებლად. როდის ამბობს ბალტინი სიმართლეს, გავაარკვიოთ და როდის არის კრავჩუკი მართალი, ესეც გავარკვიოთ. მაშინსადამე ეს იყო წინასწარ გამიზნული მოლაპარაკება, რომელიც უშუალოდ მიზნად ისახა და ფულის მიცემას უпроსტად აქ უკვე ლაპარაკი იყო ქრთამზე და არა ისე ჩუქებაზე რაღაცის. ქართული დიასპორის წევრებს შორის გაიმართა ცხარე კამათი თანხის რაოდენობასა და ვადებზე, ხალხს კაცსაც აკრიტიკებდნენ საკმაოდ შეძლებულნი, მაგრამ ნაკლებად იმედიანი, კერძოდ ცნობილი ბიზნესმენი ილია ვარდანიძე განსაკუთრებით აღშფოთებული იყო იმით, რომ მას უკვე შეტანილი ჰქონდა 300 მილიონი რუბლი, ხოლო ზოგიერთი უფრო შეძლებულნები ეწეოდნენ მოლოდინის პოლიტიკას. მაშინ, როდესაც სამშობლოს საქართველოს საფრთხეშია, პასიურად შეყურებდნენ, დანარჩენები იქნებდა აქ იგულისხმება ზვიად გამსახურდიას დაბრუნება, შემდეგ
სად გაიქცეოდნენ ისინი დამფინანსებლები. ცნობილია უმრავლესობა, ვისაც ჩვენ გავესაუბრეთ, ადასტურებენ იმას, რომ ელჩმა ვალერიან ნათვაძემ მაშინ განაცხადა შემდეგი: ბრჭყალები გახსნილია, გინდათ თუ არა საჭიროა ერთ კვირაში შეგროვდეს ზუსტად 2 მილიარდი რუბლი. ბრჭყალები დახურულია. ასევე განმარტა, რომ შეკრებილია 1,7 მილიონი რუბლი და აკლია 300 მილიონი. სანამ ეს თანხა არ გადაეცემა პირადად ედუარდ ბალტინს, ოპერაცია არ დაიწყება. ამ თათბირს ესწრებოდა ბევრი ცნობილი ადამიანი, რომელთა გვარებს გარკვეული მოსაზრების გამო ვერ ვასახელებთ, მათი თხოვნის ფრჩხილებშია ეს, ხოლო ყველასათვის ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი პირადად დაგვეხმარა სამხედროებთან კონტაქტში, რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრ პავლე გრაჩოვთან. პირზე დუჟმორეული ვალერიან ნათვაძე ამტკიცებდა, რომ ეს თანხა კეთილ საქმეს მოხმარდება. ბრჭყალებში ჩვენ გავათავისუფლებთ ქალაქებს ფოცენაკს ზვიადისტებისაგან, რის შემდგომ ისინი იძულებით გაიქცევენ აფხაზეთისაგან. ჩვენ მათ დავეწევით და ბრძოლის საბაბით ზვიადისტებთან და ბალტინის ჯარები ჩვენს ძალებთან ერთად გაანადგურებენ საქართველოს ყველა მტერს. ამით მოკლავთ 2 კურდღელს, გავათავისუფლებთ აფხაზეთ სეპარატისტებისაგან და გავანადგურებთ ყველა ზვიადისტს. საბოლოოდ შევარდნაძე შეძლებთ მშვიდად იმუშაოს. ხომ არავის მოუბრუნდება ენა, რომ თქვას დავით აღმაშენებელი საქართველოს მტერი იყო, იმიტომ რომ მას 40,000 ქართველის თავი უღირდა კეთილდღეობად, რომელიც საქართველოს მიაღწია მისი მეფობის დროს. მხედველობაში მაქვს 40,000 იმ პერიოდის არასასურველი თავადაზნაურობა. აი ასე შევარდნაძის შედარება დავით აღმაშენებელთან და მერე იმ კანონებთან, რომელი კანონებიც არის, რომ არ აქვს არანაირი უფლება შეიწვა დამოუკიდებელ სახელმწიფოში შენი ჯარით, შენი შეიარაღებით, მის დასაპყრობად, მისი მოსახლეობის გასანადგურებლად, გენოციდის მოსაწყობად. ეს არის სახელმწიფო დანაშაული, რომელიც კანონით დასჯადია. ის, რომ ადმირალი ბალტინი ხელმძღვანელობდა მსვლელობას, თავის არმადასთან ერთად შევიდა ქალაქ ფოთის პორტში სამხედრო მოქმედებების ჩასატარებლად, რომელიც მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. ასევე ცნობილია ფაქტი, სხვათა იქ აღნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. ასევე აქაც იგივე არის თანხმედრა რაღაც ტექსტუალური. ასევე ცნობილია ფაქტი, რომელიც მან ინტერვიუში განაცხადა: ბრჭყალებში დიახ, მე მოვეხმარე ედუარდ შევარდნაძის მისი პირადი თხოვნით. დაახლოებით ასე წარმოთქვა ადმირალმა ბალტინმა და არ დაელოდა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ეხლა დაიჯერეთ ბალტინს, აქ უწერია, რომ გრაჩოვთან შეთანხმებულია, გრაჩოვი ელცინთან შეთანხმებულია და აუცილებელი ოპერაცია არის ეს ჩასატარებელი, რომ ზვიად გამსახურდია განადგურებულ იქნას და დასავლეთ საქართველოში ყველა ადგილობრივი და ასევე საერთოდ ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი და ასევე მე არ დაუკარგავ მათ დამსახურებას, იმიტომ რომ შეიარაღდა ყველა ადგილობრივი მოსახლეები, იმიტომ რომ ისინი იცავდნენ თავიანთ სამშობლოს. ასე ხდებოდა ოდითგანვე საქართველოში ისტორიულად და ეს არ იყო დანაშაული მათისვე. მათ უნდა დაეცოთ საკუთარი ტერიტორია, საკუთარი სახლი, საკუთარი მოსახლეობა. ასე და არ დაელოდა რუსეთის ხელისუფლების, როგორც შევარდნაძის თხოვნით 2 მილიარდი ქრთამი, ბატონო ადმირალო, განგიმარტეთ თუ შეიძლება. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მთელი მსოფლიოს გაერთიანების გამოწვევა. სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, დანაშაული ჩადენილი თვითნებურად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მთავარსარდლის სანქციის გარეშე, აქ არ იყო სანქცია, იქ სიტყვიერი შეთანხმება, დოკუმენტური მასალა დატოვა მხოლოდ კრავჩუკმა, ბალტინმა, შევარდნაძემ. ელცინმა არ დატოვა, მაგრამ აქ არ იგულისხმება, რომ ელცინის შუაში არ იყო. ელცინი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ჩემი არ იყო, ელცინს ექვემდებარებოდა. რუსეთის პრეზიდენტის მთავარსარდალ სანქციის გარეშე სხვა სახელმწიფოთა კონფლიქტში სამხედრო ჩარევა, სამხედრო მოქმედებების ჩატარება, პუჩისტების მხარეზე, კანონიერი პრეზიდენტისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ხახორციელებს თამის აღების საფასურად უცხო სახელმწიფო საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი სიგიჟია, რომელიც ძნელი წარმოსადგენია საშინელ სიზმარშიც კი. რედაქცია იმედს გამოთქვას, რომ არა მარტო ყოფილი შავი ზღვის ფლოტის მთავარსარდალი ადმირალი ედუარდ ბალტინი ნათელს მოჰფენ სიტუაციას, ასევე რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა და მთავარი სამხედრო პროკურატურა იტყვიან თავის ავტორიტეტულ სიტყვას და ყოველივე ამას მისცემენ სამართლების შეფასებას. სვაბოდნაია გაზეტა, გიორგი სედოვი, 1198 წელი. ეხლა მე მინდა გაგაცნოთ ის დოკუმენტი, რომელიც ეხება სწორედ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩაბარებას.
ამას წერს ედუარდ შევარდნაძე ვაჟა ლორთქიფანიძეს, როდესაც ვაჟა ლორთქიფანიძე იმყოფება ეგრეთ წოდებულ ელჩად რუსეთში. ბატონო ვაჟა, გადაეცით ჩემი გულწრფელი მოკითხვა და დიდი მადლობა ბატონ ბირიუზოვსკის მისი კეთილი ინიციატივისათვის. ვჯერა რომ იგი მომავალი საუკუნის პოლიტიკაში ერთ-ერთი დიდი ფიგურა იქნება. რაც შეეხება ბათუმის, გალისა და კოდორის ხეობები განვიხილოთ უფრო გვიან. მას შემდეგ, რაც ავტონომიებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებდა, რომელ ავტონომიებს გულისხმობს? სამაჩაბლოს, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს და ასევე გულისხმობს აფხაზეთის ტერიტორიას. ჩვენ იძულებული ვიქნებით ფორმალურად უარყოფითი რეაგირება მოვახდინოთ ამ ფაქტებზე. სინამდვილეში კი გარდაუვალია ნებისმიერი სახელმწიფო წარმონაქმნისათვის. ყველაფერი ეს ადგილზეა ჯერ კიდევ რამოდენიმე ათეული წლის წინ, 93 წელი ეს ხო არ გონიათ რომ ეს. ასეთია ჩვენი პოზიცია. გამომდინარე გერმანული ვარიანტიდან, როგორც ჩანს ეს გერმანული ვარიანტი დაიგეგმა ისე რომ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ყოველივე ეს, ამას აღიარებს თავად ბალტინი, ამას აღიარებს ასევე ვალერია ნადვაძე, მაგრამ ხმა არავინ არ მოიღო, იმიტომ რომ აქ იყო უდიდესი დანაშაული და პიროვნულად დუმილი არჩიეს, მაგრამ ეს გერმანული ვარიანტი, ვინც შეიმუშავა ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ამასთან უნდა დარწმუნდნენ ჩვენი მეგობრები, რომ სამოკავშირო ხელშეკრულებაზე ურთიერთობებზე უარს არ ვიტყვით, მაგრამ ხალხის შემზადებას დრო ჭირდება, დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ჩეჩნეთის ფაქტორსაც, დადებითია საერთაშორისო რეზონანსის ამ ფრჩხილებში ამ ვარიანტით, ფრჩხილები დახურულია უზრუნველსაყოფად, იცით რომ კარგახანია მუშაობენ დასავლეთიდან სიონისტური მიმართულებით. ვინ იყო სწორედ და ამ კონფედერაციის მომხრე და ყველა ის, ვინც შევარდნაძე ჩამოიყვანა საქართველოში და ვინც მასთან ერთად ფიქსირდება, იმ სიებს შემდეგ გაგაცნობთ, დრო წინ გვაქვს და გადაცემებით საკმაოდ მრავლად გვაქვს ჩვენ. ლეკიშვილი, ნიკო ლეკიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი, გრიგორიანული მიმართულებით, ზანაზან ანტონიანი, ზურაბ ჟვანიათ მონათული, ირინა სარიშვილი და ჭყონია თემურ ჭონია ქვია მგონი დიახ იმის კოკა-კოლას ხელმძღვანელი ვინც არის. კავკასიელებთან ირაკლი ბათიაშვილი, შალვა ნათელაშვილი და მამუკა არეშიძე. აგერ გააჟღერა. საჭირო მათი დაკავშირება ბერიუზოვსკისთან. ბატონ სერგეისა და ლუდვიგს თემოსთან ერთად. თემო არის სტეპანო მამალაძე, მისი შევარდნაძის მდივანი, ასე ვთქვათ, სანდო პირი. გააცანით ჩემი პოზიცია, სასურველია მასპინძელმა მხარემ სერგეი შამბა და ლუდვიგ ჩიბიროვი იგულისხმება. მასპინძელმა მხარემ ნაკლებად იცოდნენ ამ შეთანხმებათა შესახებ. განსაკუთრებით ჩვენმა მხატვარმა. მხატვარი არის ამ შემთხვევაში დაფიქსირებულია მხატვრად თქვენ კარგად იცნობთ ფულის შემგროვებელი და გრაჩოვთან უშუალოდ დამაკავშირებელი და ელცინთანაც დამაკავშირებელი და ხიდი, ერთადერთი ხიდი, რომელიც მოსკოვში ყველაზე მთავარი მეკავშირე იყო, ეს გახლავთ ზურაბ წერეთელი. მოდით ახლა გავეცნოთ ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც 2010 წლის ასავალ-დასავალში. 2010 წლის ასავალ-დასავალი ნომერი 3. სამწუხაროდ ეხლა ეს არის ჯერ კიდევ როდის გითხარით რომ აფხაზეთის დაკარგვაში დამნაშავეა მაშინდელი სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე. ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც მიჰყავს ნონა ბენდელიანს. ის მითხარით ბატონო ედუარდ, რამ გაიძულათ ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ ინტერვიუებში თქვენს მიერ დამუშავებული არაერთ შეცდომის აღიარება. მაგალითად, ბატონი სიგუ ამბობს, რომ ეს მან გაიძულა თავისი ინტერვიუებითა და ბრალდებებით. არ მესმის სიგუამ როგორ უნდა მაიძულოს რაიმეს თქმა და ან დააღიარება, ეს მე თვითონ არ მინდა. ჯერ კიდევ როდის გითხარით, რომ აფხაზეთის დაკარგვაში დამნაშავეა მაშინდელი სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე. დაკარგვაში კი არა, ჩაბარებაში. რისი დაკარგვა, რა დაკარგვა? დაიკარგა საქართველო მთლიანად.
სანამ სიგუარ ამის დაწერდა მე მანამდე ვისაუბრე გაგრის ტრაგედიაზე სოხუმი რატომ ჩავაბარეთ როგორ ჩავაბარეთ და ისიც თქვი თქვენთან ინტერვიუში რომ თუ სოხუმი დაიკარგებოდა თვითმკვლელობა მქონდა გადაწყვეტილი მე რატომ ხარ ესე გაბიბინებული ამ მაშინ წანისის სამ რეზიდენციაში გვაინტერესებს თვითმკვლელობისაკენ არავინ არ მოგიწოდებს სანამ არ დაიკითხები არ მოგეშვებით მაინც ჩვენ სულ არ გვაინტერესებს შენ თავს როდის მოიკლავ აბსოლუტურად ჩვენ ცოცხალი უნდა ჩავგვარდე შენ საქართველო იმსხვერპლე და შენ საქართველო გაანადგურე და დაღუპე ასე იოლად გაცხადება სიტყვების შენ იმასაც ამბობდი რომ მე საქართველოში რომ დაბრუნდები არ მაინტერესებს არანაირი სახელმწიფო პოსტიო არაფერზე მე კენჭისყას არ დავაყენებო ჩემს კანდიდატურას კენჭისყაზე დააყენე კი არა მოაჯექი პირდაპირ უზურპაცია მოახდინე ხელისუფლების შენი სიტყვა დასაჯერი რომ არ არის ეხლა გაიგე სანამ სიგუარამის დაწერდა მე მან გადაწყვეტილი სიგუას ინტერვიუებში მართლაც არ არსებობდა მაშინ მართლაც არ არსებობდა როდესაც მithართ აფხაზეთის დაკარგვაში მთავარი დამნაშავე მაშინდელი სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძეაო მოდით ამოვწუროთ ეს საკითხი და კონკრეტულად ვისაუბროთ რაში თვლით თავს დამნაშავედ ედუარდ შევარდნაძე არაერთხელ ვისაუბრია იმაზე თუ რატომ შევიდა ჯარი აფხაზეთში ერთადერთი მიზანი მატარებლების მიმოსვლის გაკონტროლება იყო არავითარი ზვიად გამსახურდიას განადგურება იყო საქართველოს და აფხაზეთის ჩაბარება იყო რომელიც ზუსტად ამიზნით გამოგზავნეს საქართველოში და ამიტომ გაჩუმდა ყველა აბსოლუტურად აქ ეხებოდა საქართველოს ტერიტორიების გასხვისებას და შენ ამ მიზნით ჩამოხედი შენ საქართველოს ბედით დაინტერესებული რო ყოფილიყავი 9 აპრილს არ მოგვიწყობდი შენ საქართველოში არ მოაწყობდი სადამსჯელო ოპერაციებს იმდენ ხალხს არ დახოცავდი რომელიც მე უკვე საუბარი მქონდა და უკან არ დაუბრუნდები თემას მატარებლების მიმოსვლის გაკონტროლება იყო ჯარის ნაწილებს სასტიკად ეკრძალებოდა დასახელებულ პუნქტებში შესვლა მაგრამ მაშინ მე მთავარსარდალი არ ვიყავი გვარდია კიტოვანს ემორჩილებოდა და მიუხედავად ჩემი მხრიდან არაერთ გზის გაფრთხილებისა ის სოხუმში მაინც შევიდა მოდით კონკრეტულად თქვენ შეცდომებზე ვისაუბროთ ერთ-ერთი და არა ერთადერთი შეცდომა იყო კონდრატიევთან გაფორმებული ხელშეკრულება განიარაღების თაობაზე ხელშეკრულებას ხელი ჯაბა იოსელიანმა მოაწერა მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი თანხმობით რუსმა გენერალმა ჯაბა დაარწმუნა რომ სოხუმში ლტოლვილებს დააბრუნებდა ჯაბა მას ენდო მე ჯაბას ვენდე ეს ხელშეკრულება გაფორმდა მოგვიანებით აღმოჩნდა რომ კონდრატიევამ მოგვატყუა განიარაღება ეს იყო დიდი შეცდომა ხელშეკრულება იარაღის გატანას ითვალისწინებდა მაგრამ აფხაზებმა იარაღი თვითონ გაიტანეს გუდაუთამდე არ ჩაუტანიათ ჩვენ კი ზოგი ფოთში წავიღეთ და ზოგი სად რასაკვირველია ზოგი დასავლეთ საქართველოში მოდი თვლიანად როგორ გადაანაწილეთ ეს ყველაფერი აღიარეთ კიდევ ბატონო ედუარდ ჩემთვის არც ბატონი ხარ და არც მოქალაქე ხარ გავიხსენებ თბილისში ვარ და მირეკავს ელცინი თუ საშუალება გაქვს მოსკოვში ჩამოდი ჩრდილო კავკასიის ხალხთა ლიდერებს შევკრებ და ვისაუბროთ დროა ეს ომი დავამთავროთ აკი ელცინი საქმის კურსში არ იყო დროა ეს ომი დავამთავროთ ჩავედი იქ იყო არძინბაც ელცინის ომის დამთავრებას კენჭი უყარა რაზეც არძინბაც გარდა ყველა ლიდერმა თანხმობა განაცხადა თუმცა განცალკევებით რამოდენიმე წუთიანი თათბირის შემდეგ ელცინმა ისიც დაარწმუნა და 1992 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ომის დამთავრების შესახებ რომელსაც ხელი მე ელცინმა და არძინმა მოვაწერეთ როგორც იცით ჩვენი რეგულარული ჯარი არ ყავდა აფხაზეთში მოხალისე ბიჭები იყვნენ რომლებმაც გაიგეს თუ არა ომი დამთავრებულად გამოცხადდაო მაშინე დატოვეს იქაურობა და გაიფანდნენ ჯაბას 400 კაცით გაგრას იცავდა მანას დამირეკა და მითა თუ ომი დამთავრდა მე აქ რაღაც ვაკეთებო უთხარი რომ ყველა ხის ძირში შეემოწვებინა და გაგრა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეტოვებინა თუ საჭო არაფერი იქნებოდა ასეც მოიქცა ყველაფერი საგულდაგულოდ დაძვერა და საჭო რომ ვერაფერი შენიშნა გაგრა დატოვა მაგრამ სამწუხაროდ ამჯერადაც მოუტყუდით ომის დამთავრების შემდეგ ხელმოწერილი ხელშეკრულება ჯერ კიდევ გაციებული არ იყო რომ დაახლოებით ერთ თვეში საომარი მოქმედებები განახლდა და 20 კაცის იმედზე დატოვებული გაგრა დაეცა ანუ 3 სექტემბრის ხელშეკრულების შედეგად გაგრის დაკარგვა მოხდა კი ასე მოხდა ეს შეცდომა იყო ღალატი თუ ელცინი ერთის მართლა სურდა ომის დამთავრება ძნელი სათქმელია 3 სექტემბრის ხელშეკრულება თქვენ კიდევ ერთი შეცდომა იყო კი შეცდომა იყო ელცინმა და არძინბამ მოგატყუეს კონდრატიევმა მოგატყუათ ცოტა ძნელი დასაჯერებელია რომ ისეთი პოლიტიკოსი როგორც თქვენ იყავით ამდენჯერ მოგატყუეს
იმას რომ არ ანგარიშობენ რამდენჯერ მოვტყუდი, იმას რომ ანგარიშობენ რამდენჯერ მოვტყუდი, იმას რატომ არ ანგარიშობენ რამდენჯერ არ მოვტყუდი, რამდენი შემთხვევა იყო ჩემს ანკესზე წამოგება რომ უნდათ, მაგრამ არ წამოვეგე. შემდეგი გახლავთ რომ ესე რა ქვიან საინტერესოა როგორია პრემიერ-მინისტრ ბჭყალებში რასაკვირველია თენგისიგვასრული აფხაზეთის ტრაგედიაში როცა არზიმბას მოველაპარაკე რომ მატარებლების კონტროლი ერთად მოგვეხდინა მან მთხოვა წარმომადგენლის ჩასვლა რომ დეტალებზე შევთანხმებულიყავით რადგან დედაქალაქში არეულობა იყო მე ვერ წავიდოდი და სიგუა გაუში არ ვიცი როგორ იმუშავა და რა გააკეთა ეს არის უკვე ქვეტექსტი რა იმუშავა რა გააკეთა ეს ხომ მართლაც არ ვიცით და შევარდნაძემ რა დაავალა ესეც ხომ არ ვიცით ჩვენ იქ ჯაბას მოაწერინა კონდაწევთან ხელი აქ აძიმბასთან იმას სიგუას უშვებს აქ უნდა რომ გაძვრეს მაგრამ მაინც ვერ ძრება ვერ ცერთხველში ვერ ეტევა ფაქტობრივად მაინც უდიდეს დანაშაულზე მიდის მე ვერ წავიდოდი და სიგუა გაუში არ ვიცი როგორ იმუშავა და რა გააკეთა მაგრამ ის კი მახსოვს რომ ასეთი რამ აქვს ნათქვამი შეცდომა დაუში რომ არძინბასთან შესახვედრად სიგუა გაუში მე უნდა წავსულიყო არძინბა მე ვერ დამემალებოდა მეთქი თუმცა ისიც გასარკვევია მართლა დაემალა თუ არა არძინბას სიგუას ეხლა შევარდნაძეს გაუჭირდებოდა სიგუა შემოწმება არძინბა შეხვდა თუ არა ეს ხომ ზღაპარია და სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ის თქვენს გადანაშაულებთ აფხაზეთის დაკარგვაში როგორც მაშინდელ სახელმწიფო მეთაურს თქვენ თუ თვლით მას დამნაშავეთ როგორც მაშინდელ ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს მე ის შემიძლია გითხრათ რომ აფხაზეთის დაკარგვაზე შევარდნაძე პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის აცხადებს ედუარდ შევარდნაძე ანუ მთავარი პასუხისმგებელი თქვენ ხართ რა თქმა უნდა ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული ომის წაგება კი თუ შეცდომებს არ დაუშვებ შეუძლებელია თქვენ თქვით რომ აფხაზეთის დაკარგვის გამო თავის მოკლა გინდოდათ როგორ ფიქრობთ გაუჩნდებოდა თუ არა იგივე სურვილი სააკაშვილს როცა ცხინვალის რეგიონი ახალგორი კოდორის ხეობა სულ რაღაც ორ თვეში დაკარგა არ მინდა ამ პიროვნებაზე ლაპარაკი აფხაზეთი თქვენი შეცდომის გამო დაიკარგა ცხინვალის სააკაშვილის შეცდომების გამო გამოდის რომ თქვენ და სააკაშვილმა საქართველოს წინაშე ერთნაირი სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეთ აფხაზეთის დაკარგვაზე მე პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი მართალია თავარსარდალი არ ვიყავი თუ არ იყავი აბა ვინ იყავი აგერ გადებს ხელს ბალტინი და ყველა გადებს ხელს თავარსარდალი არ იყავი აბა რაში სად გარბოდი ვისთან გარბოდი ვინ უნდა დაგექვემდებაროს თუ თავარსარდალი არ ახარ და შენ დაიქვემდებარე ბალტინი და შენ დაიქვემდებარე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი რაზია ლაპარაკი აქედან დავიწყოთ ყველაფერი მაგრამ ვიყავი სახელმწიფო მეთაური, ხუნტის მეთაური და შესაბამისად პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი. ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის დაკარგვის გამო ეს მიხეილ სააკაშვილს კითხეს გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას. ეხლა გადავიდეთ მეორე ინტერვიუზე, ისევ ასავალ-დასავალი 2010 წლის მეოთხე ნომერი. აგერ რომ არ გეეგონოს ვიღაც მავანს და მავანს რომ ჩვენ ცრუობთ. ჩვენგან სიცრუე ძალიან შორსა ჩვენ სიმართლის მოყვარული ხალხი ვართ და ვიბრძვით სიმართლისთვის აქ ძალიან კონკრეტულად ვაფიქსირებთ ასე ამაშინ ასე კითხავთ რა იყო თქვენი როგორც პოლიტიკოსის ყველაზე დიდი მარცხი სოხუმის დაკარგვა რა თქმა უნდა უმთავრესი მარცხია მე თვითონ გითხარით კიდევაც რომ სოხუმის დაკარგვის გამო თვითმკვლელობა მქონდა გადაწყვეტილი ეს ჯაბამ გადამაფიქრებენ მე ჯაბა მოკლავდა მაშინ გეთქვა და ჯაბა მოკლავდა რა ჯაბა ცოტა ყავდა მოკლული სასაცილოა ჯაბას თქვა რომ მომკალიო რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა ისევ სოხუმს უკავშირდება და ვთვლი რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა რომელმაც აფხაზეთის დაკარგვამდე მიგვიყვანა ის იყო რომ ჯაბას განიარაღების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება მივეცი რა იყო თქვენი როგორც პოლიტიკოსის ყველაზე დიდი დანაშაულის გრძნობა რომ გაწუხებდეს მაშინ დანაშაული უნდა ჩაიდინო და მე დანაშაული არ ჩამიდენია სოხუმის დაკარგვა თქვენი შეცდომა იყო თუ დანაშაული ეს შეცდომაც იყო და დანაშაული საკარგად იცის არა ქართული ენა კარგად ფლობს საკმაოდ ქართულ ენას დანაშაული არ იყო და ბოლოს აღიარებს რომ დანაშაულიც იყო და შეცდომაც იყო ვაი საქართველო
რას ნადნობთ ყველაზე მეტად? ისევ სოხუმს, აფხაზეთს. არაფერს არ დანობს. ყველაფერი ძალიან კარგად აქვს მას აწყობილი, რაც დავალება ჰქონდა მან შეასრულა იდეალურად, ბრწყინვალედ, ამის გამო მას გადასცეს საქართველო, ამის გამო განადგურდა აფხაზეთის მოსახლეობა, აფხაზეთის ტერიტორია დაიკარგა, ასევე დაიკარგა და განადგურდა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაზე თქვენ რა სიტყოდით, როდესაც მან კარდაკარ ჩამოუარა მისმა ბანდებმა ჯაბა იოსელიანის, კიტოვანის, ყარყარაშვილის და თევზაძის და ასე შემდეგ, რა ვიცი, უამრავი ბანდები იყო. უჩავას ბანდებმა, რომ ცალ-ცალკე რო ჩამოუარეთ კარდაკარ ყველა ოჯახს დასავლეთ საქართველოში, თუნდაც თბილისში, თბილისიდან დავიწყოთ რა დააშავა კახეთმა, რა დააშავა სამაჩაბლომ, რა დააშავა საერთოდ სრულიად საქართველომ. ყველას კარდაკარ ჩამოუვარეთ, მოაწყეთ საქართველოში გენოციდი, გაასხვისეთ ყველაფერი, რაც გინდოდათ, ტერიტორიები იგულისხმება ამ შემთხვევაში, თუ რამ გადასაცემი იყო უცხოეთისთვის, რუსეთისთვის, ყველაფერი გადაეცით, თქვენ კი შეინარჩუნეთ სავარდლები, გაძარცვეთ სახელმწიფო, გაანადგურეთ სახელმწიფო, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ არის საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი შეფასებით მდგომარეობა. საქართველოს აქვს ტერიტორიების 20%-ზე მეტი, 20%-ზეა ლაპარაკი და ეხლა შემოდიხართ იმ ინიციატივით, რომელიც მაშინ ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ უნდა გამოცხადეს, მიეცეს თავისუფლება აფხაზეთს. საქართველო თავისუფალია? მე გეკითხებით ეგრეთ წოდებულო პოლიტიკოსო, რომელიც წამოწოლილი ხართ მხარდთეზოზე და არავინ არ გეხებათ, არავისთან დაკითხვაზე არ მიდიხართ. ის ცრუ ეგრეთ წოდებული კომისია, რომელიც შეიქმნა ვითომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც მინდათ ისახავდა იმ ფანტს, რომ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრას და ამის მოთავე გახდათ ზვიად გამსახურდიას ეგრეთ წოდებული ვაჟიშვილი კონსტანტინე გამსახურდია სააკაშვილისთან და შევარდნაძესთან შეთანხმებით, რომ დაიწყეს თითქოს ჭყალებში რასაკვირველია გამოძიება და გამოძიება იმით დასრულდა, რომ მან მიიღო ელჩის სტატუსი უცხოეთში, ჟენევაში. აი ეს იყო მისი გამყიდველური პოლიტიკა და პოზიცია ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და სრულიად საქართველოს წინააღმდეგ, რომელმაც არც დაიწყო და არც გააგრძელა, მაგრამ დაწყება იყო მხოლოდ საპიარეთ, პიარის შესაქმნელად, რომ იგი ვითომ იძიებდა, არაფერი არ გამოიძიებია, ის კომისია ისე დაიშალა, როგორც ბრინჯი დაყრილი სადღაც, არავითარი კომისია არ ყოფილა, მაგრამ კომისია რომ ფინანსდებოდა, ეს ყველასათვის ცნობილია და კომისია, რომელიც 3 წლის განმავლობაში რაღაც კოლოსალურ თანხებს ითხოვდა იმისათვის, რომ მას გამოძიებაში ჭირდებოდა, მას ექსპერტებისთვის ჭირდებოდა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ჩაბარდა სამარცხვინო ჩაბარდა ისტორიას და ყოველივე ის პიროვნებები, რომლებიც დასაკითხი იყვნენ და პასუხისმგებელნი იყვნენ, არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას სიცოცხლეზე, არამედ სრულიად საქართველოს, თუ დაიწყებოდა საქართველოში პუჩთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიება, რომელიც უპირდაპირ კავშირშია ზვიად გამსახურდიას სიცოცხლესთან, ამის შემდგომ რასაკვირველია ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა და აქ უკვე გაცხადდებოდა ისიც, რასაც შევარდნაძე აგერ ბრძანებს ნონა ბენდელიანთან ინტერვიუში. ასე რომ საქართველოში მომხდარ რაც მოხდა აფხაზეთის გასხვისება, საერთოდ ტერიტორიები, სხვა ტერიტორიებიც იქნა გასხვისებული, ჩაბარებული, ისე რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს არ იცის, იციან მხოლოდ ამ ბობოლებმა, მე მათ გვარებსაც დავასახელებ, ყოველივე ჩემის მხრიდან იქნება აბსოლუტურად ღიად გაცხადებული, მაგრამ ერთადერთი, რაც მე მინდა თქვენს წინაშე განვაცხადო, რომ რატომ დადგა დღეს საკითხი იმის შემდგომ, რომ
გარდაიცვალა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბაღაფში, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბაღაფში, უნდა ჩატარდეს სექტემბრის თვეში ეგრეთ წოდებული არჩევნები აფხაზეთის ტერიტორიაზე და ჩქარობენ, რომ აფხაზეთს მიანიჭონ სტატუსი დამოუკიდებელი ერთეულისა, რომელიც შემდეგ უკვე თავისუფლად და ლეგიტიმურად გამოაცხადებს თავის პრეზიდენტს, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. აი ყველა ჩანაფიქრი საიდანაც მიდის. ის 1991-12 წლის კანონიერი ხელისუფლების დამხობა, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს ტერიტორიების გასხვისება და დამნაშავეების დაუსჯელობა. დაისაჯა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, დაისაჯა ზვიად გამსახურდია თავისი ქვეყნის ერთგულებისათვის, დაისაჯეს ჩვენ ყველა მთელი მოსახლეობა საქართველოსი ქართული თუ არა ქართული, იმის გამო, რომ ჩვენთვის ეს ტრაგედია არის მოუნელებელი და არასოდეს არ მოხდება ისე, რომ პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს საქართველოში 1991-12 წლებში მომხდარი პროცესებიდან დაწყებული დღევანდელი დღით დამთავრებული, იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური, უკანონო, აგერ თავად ბალტინი აღიარებს, რომ ეს არისო კანონიერი, მთავარსარდალი და ლეგიტიმური გახდათ, კანონიერი ხელისუფალი გახდათ, ზვიად გამსახურდია, მას ხელისუფლება არავისთვის არ გადაუბარებია, იგი არ წასულა არავისთან კაპიტულაციაზე, მას არავითარი უკან დახევა არ ქონია, საპრეზიდენტო არჩევნები არ დაუნიშნავს, არც დანიშნულა პრეზიდენტი მოკლულ იქნა ერთადერთი იმ მიზნით, რომ ზვიად გამსახურდია, არ დაემორჩილა იმ წესრიგს, რომელიც უნდა დამყარებულიყო და რომელიც დღეს არის დამყარებული საქართველოში. ფაქტობრივად ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველო როგორც ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ მას არ გააჩნია თავისი ძირძველი ტერიტორიები, რომელიც სულ აი აგერ 20 წელიწადში იქნა გაჩუქებული, გასხვისებული, გაცემული სავარძლის სანაცვლოდ. მოდით და ჩვენთან ერთად მე გულისხმობ აქ იმ საზოგადოების ნაწილს, რომელიც არ არიან მოსყიდულები და არა ის მოქალაქეთა კავშირი და ეგრეთ წოდებული ნაციონალები, რომლებიც დღეს რასაკვირველია ძალიან ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ თავიანთი მიტაცებული პოზიციები, ისე როგორც იგივე მოქალაქეთა კავშირი იყო ეს და ეხლა სახელი შეიცვალეს, სახელი შეცვლა არ ნიშნავს პოზიციების დაკარგვას და დათმობას და თავისთავად ეს საკითხი არ გადაწყდება აი ასე იოლად მამუკა არეშიძეებისა და შევარდნაძის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ამას ყველაფერს წყვეტს საქართველოს მოსახლეობა და მოსახლეობის ყიდვა არ შეიძლება, ჩატარდება რეფერენდუმის შედეგად გამოვლინდება ყველაფერი და რეფერენდუმზე გავა საკითხი, დასჯადი არის თუ არა ყოველივე ის ქმედება, დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნა 1991-12 წლებიდან 2011 წლის ჩათვლით. მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ზამდებოდეთ, ნახვამდის.